მოგესალმებით, ეს ნეთორარჩია, მე კიდევ მარხის შემქმნელი ოთარ გიორგაძე ვარ და მოდით დავიწყოთ. წინა ვიდეოში მე მქონდა საუბარი მიზეზებზე, თუ რატომ არ იწყებენ ადამიანები ქსელურ მარკეტინგს. დღეს კი მე მექნება საუბარი, თუ რა ნაბიჯებს ვდგავთ დასაწყისში ქსელურ მარკეტინგში. სანამ პირველ ნაბიჯებზე გადავალ, დავიწყებ იმით, რომ თქვენ თავიდან ეძებთ კომპანიას გარკვეული კრიტერიუმების სახით, რაზეც მე მეოთხე ვიდეოში ვისაუბრე. აკეთებს სარეგისტრაციო შეკვეთას ამ კომპანიაში, რაც სტარტისთვის სამოყვარულო დონეზე არის $130-დან $300-მდე, ყველაზე მინიმალური. და შემდეგ თქვენ ხდებით სრულუფლებიანი თავისუფალი პარტნიორი კომპანიის ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. ეს არის აუცილებელი პირობა, რომ დაიწყოთ, როგორც ნებისმიერ რაღაცის დაწყებისთვის არის საჭირო თანხა, ეს იქნება სწავლა და ასე შემდეგ, აქაც ზუსტად ასე არის. და თან აგრეთვე თქვენ ამით ამ პაკეტით ყიდულობთ გარკვეულ პროდუქტს ან სერვისს. და ქსელურ მარკეტინგის იდეა ის არის, რომ კმაყოფილი მომხმარებელი გამოიმუშავებს თანხებს. ანუ თქვენ ემოციურ მასში უნდა მოხვიდეთ პროდუქტთან ან სერვისთან, ან პირველ რიგში იყენებთ თქვენ და შემდეგ, როდესაც მოგწონთ ეს, თქვენი შეთევაზება არის გაცილებით უფრო ეფექტური, რადგან თქვენ ხართ გულწრფელი. მაგრამ ბიზნესის გაკეთება ისეთ ჩვეულებრივად შეგიძლია. მთავარია იცოდე, რომ ამ პროდუქტს ან სერვისს აქვს რეალური სარგებელი და მორჩა. მაგრამ თუ მაინც რაღაც მომენტში ეჭვი გეპარება, მოდი ჯობია ჯერ მოიხმარო და შემდეგ დაიწყო შეთავაზება. კარგი, გავაკეთეთ შეკვეთა. ახლა რა ხდება? ჩვენ ვინც შემოგთავაზა ეს საქმე, ხდება ბიზნესში პირადი მენტორი. თუ ისიც და თქვენც ხართ ახლები საქმეში, მას ვინც გაუწია რეკომენდაცია, ის ორივეს გაგიწევთ მენტორობას. და ყოველთვის სისტემაში თქვენს ვერტიკალში მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც შეიძლება იყოს თქვენი დამრიგებელი. აქ თქვენზეა დამოკიდებული წარმატებულები იქნებით თუ წარუმატებლები იქნებით. თქვენ მენტორი იმისთვის გჭირდებათ, რომ ნაბიჯ მოყვეთ ბიზნესში გასავლელ გზაზე და დაგეხმაროთ გარკვეულ მომენტებში. მაგრამ თქვენს გასაკეთებელს თქვენს მაგივრად ის ვერ გააკეთებს. მისი მიზანია, რაც შეიძლება მალე გახადოთ დამოუკიდებელი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ იგივეს გაკეთება თქვენ შეძლოთ. ხომ მეთანხმებით, რომ ეს ცუდი აზრი არაა? გარკვეული პერიოდის შემდეგ დამოუკიდებლად გახდომა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ გაწყვეტთ თქვენ დამრიგებელთან კომუნიკაციას. არა, უბრალოდ ის თქვენ იმის კეთებას დაიწყებთ, რაშიც მისი ჩარევა აღარ იქნება საჭირო და ის მოგეხმარებათ უკვე ცოტა სხვა ეტაპებზე. დამოუკიდებლად გახდომა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ რომ ბიზნესში გაზრდა შეძლოთ. ხშირად ასეთ რამეს ამბობენ ხოლმე, რომ ბიზნესში მენტორისა და მისი მოსწავლის ურთიერთობა გავს არწივებისა და თავის ბახლების ურთიერთობას. იმიტომ არწივი, როდესაც ასწავლის თავის ბახალებს ფრენას, ის ბუდიდან აგდებს და ესე მიყვება თუ აკვირდება, რომ ისინი ფრთებს ვერ შლიან, ისევ კიდევს ხელს და აყავს ისევ ბუდეში და სვავს. და მერე კიდევ ცდის, სანამ არ ესწავლიან ფრენას. როცა უკვე ყავთ თქვენი მენტორი, იწყება ბიზნესში პირველი ნაბიჯები და გიტარდებათ სტარტ კლასი. თქვენი პირველი ნაბიჯები ბიზნესში რა არის? პირველი, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდიხართ, რას წარმოადგენთ, ან რას წარმოადგენდით, ყველა ხდებით 0 კლასის მოსწავლე. ან ყველაფერს იწყებთ 0-დან. ვისაც გარკვეული სახის ცოდნა აქვს მიღებული, ან უკვე აქვს გარკვეული სტატუსი და შემდეგ იღებენ ამ შესაძლებლობას, ამას არ იმჩნევენ და ამას არ ამბობენ, მაგრამ მათ თითქოს საკუთარ თავში აქვთ სიამაყის განცდა, რადგან თავიანთ პროფესიაში ისწავლეს ბევრი და ამდენი დრო დაუთმეს ამას და მათ როგორ თუ კიდევ თავიდან რაღაცა სხვა ასწავლო. არა, იმ ფაქტს კი იაზრებენ, რომ აქ
ბევრად მეტი შესაძლებლობაა და სწორედ მაგიტო მოვიდნენ ამ საქმეში, მაგრამ რაღაც მომენტში აქვთ სიახლის ბლოკი და ვერ ხვდებიან რატომ. და როდესაც ამას ხვდებიან რატომაც, თავისუფლდებიან და თავიანთ ძველ გამოცდილებას არგებენ უკვე თავიანთ ახალ საქმეს. მოკლედ რომ ვთქვათ, გახდით ნული კლასის მოსწავლე და მიიღეთ ახალი ინფორმაცია. თქვენ სწორედ მაგიტომ მოდიხართ საქმეში, რომ მოგწონთ ეს სიახლე და ეს შესაძლებლობები. თქვენ აქ არ მოგიწევთ როგორც ტრადიციულად არის სწავლა, მერე თანხების გამომუშავება. აქ მოგიწევთ სწავლა, თანხების პროცესიც უკვე გადახვალთ მოქმედებაზე და დაივიწყეთ ის ფაქტი, თუ რამდენ დროს უთმობდით კონკრეტულად თქვენ საქმეს. უბრალოდ ფოკუსირდით ამ შესაძლებლობაზე. მოქმედებაში ყოველთვის გაიხსენეთ თქვენი რატომ. რა იგრძენით პირველ შეხვედრაზე, ოდესაც იყავით, როცა ამ საქმეს იწყებდით და ეს გახდება თქვენი გასაღები, мотивация ბიზნესში ყველა ეტაპზე და არ დაივიწყოთ ეს. მეორე რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის რომ ყველა გამოცხადებულ სწავლებას უნდა დაესწროთ. იმიტომ რომ ეს იქნება ბიზნესში თქვენი ინფორმაციული საკვები, რაც ბიზნესში ძალიან გაგზდით, როგორც მე გამზარდა. გარდა იმისა, რომ თქვენ დამრიგებელს უსმენთ და ითვალისწინებთ მის რჩევებს, ამავდროულად ეს სასწავლო სისტემაც ძალიან გეხმარებათ. შემდეგი ნაბიჯი. ქმნით თქვენს ნაცნობთა სიას. და რისთვის არის საჭირო ახლა ეს? მოდი ესეც მაგალითს მოვყვან. მაგალითად, თქვენ რო ხსნით მაღაზიას. რას აკეთებთ პირველ რიგში? ეუბნებით თქვენს ახლობლებს, მეგობრებს, ნაცნობებს და ასე შემდეგ. და ამით რას აკეთებთ, რომ თქვენ აჩვენებთ, რომ მე გავხსენი მაღაზია და თუ რამე დაგჭირდათ, მე აქ ვარ. ასე არის აქაც. თქვენ შლით ინფორმაციას თქვენ სანაცნობო წრეში და აჩვენებთ ხალხს, რომ მაქვს ესეთი შესაძლებლობა, ავითარებ ამ საქმეს, მაქვს ესა და ეს. შემდეგ ვიღაცა ბიზნესით ინტერესდება, ბიზნესი იწყებს, ვიღაცა პროდუქტებს იძენს, ვიღაცა არ ინტერესდება, მაგრამ ის ეუბნება სხვას. სანაცნობო სიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დიდი კომპანიები. საიდან მოგდით მაგალითად ტელეფონზე სხვადასხვა შეთავაზებები მესიჯად. დიდი კორპორაციები და კომპანიები იძენენ სატელეფონო ბაზებს და ის სწორედ ამიტომ თქვენ სწავლობთ სწორ შეთავაზებას, თუ როგორ დაანახოთ აი ბიზნეს მოდელის შესაძლებლობა სხვებს, რაშიც გეხმარება თქვენი მენტორი და სასწავლო სისტემა. ამავდროულად ვცდილობ, რომ ინდუსტრიის შესახებ მეტი მოისმინო, მეტი წაიკითხო, გარდა იმისა, რომ ისმენ სასწავლო სისტემისგან, გარდა იმისა, რომ მენტორი გესაუბრება და ამისთვის არსებობს გარკვეული წიგნები და სხვადასხვა მასალები, საიდანაც ინფორმაციას მიიღებ. ეს ყველაფერი შენ შეგიქმნის რწმენას, რაც ნებისმიერ საქმეში არის საჭირო, რომ წარმატებას მიაღწიო. აგრეთვე ეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეკუმშოთ ნეგატივის გამომწვევი მიზეზები. ნებისმიერ საქმეში ეს საჭირო მომენტია, რომ თქვენი გეზი წარმატებისკენ მიმართოთ. ვიტყვი იმას, რომ დაისახე მიზნები, ამ საქმეს შეუძლია შენ დიდი მიზნების განხორციელება, შეადგინე გეგმა შენს მენტორთან ერთად, რაც გაგიმარტიოს მუშაობას და გადადი მოქმედებაზე. თუ აკეთებ ამ საქმეს შეთავსებით, სამსახურთან ან უნივერსიტეტთან მიმართებაში, რა დროსაც გამოყოფ, იმ დროში დაიხარჯე ბოლომდე. იყავი ყოველდღიური. თუ თავიდან გიჭირს და არ ხარ ყოველდღიური, არა უშავს, მაგაზე ნუ ინერვიულებ, ჩამოგიყალიბდება შენი დისციპლინა. მთავარია არ გაჩერდე. თავიდან რომ დაიწყებ, შეიძლება ისე არ გამოგივიდეს, როგორც უნდა გამოგხსლოდა და დაუშვა გარკვეული შეცდომები, მაგრამ ეს საჭიროა. ამავდროულად ვიტყვი იმას, რომ შეცდომები არ არსებობს. თითოეული აი ეს შეცდომას, რასაც ვეძახით, ეს არის გამოცდილება, რაც ჩვენი ცხოვრების მშენებლობაში გვეხმარება და ჩვენ რომ მაგრები გავხდეთ, ეს აუცილებელია. თუ შენ მარცხი არ იცი და დიდ წარმატებას მიაღწიე, შესაძლო ვარდნა
შეიძლება აღმოჩნდეს შენთვის ფატალური. და ესე რომ არ მოხდეს, ჯობია დაუშვა შეცდომები, თავიდანვე გახდე მაგარი და ისეთი მაგარი შეხვდი უკვე შენი დიდ წარმატებას. თავიდან შენ როცა იწყებ ამ ბიზნესს, უნდა გაითავისო ერთი მომენტი, რომ შენ იწყებ და ეს არის შენი ბიზნესი. როცა სხვა იწყებს, ის არის მისი ბიზნესი. მაგრამ საერთო ჯამში კომპანიაში ყველას გაქვთ თქვენი ბიზნესები. უნდა გაითავისოთ აგრეთვე ის, რომ ეს არის გამზადებული მოდელი, სადაც არ არის საჭირო რაღაც ახალი ველოსიპედის შექმნა. კარგი და ახალი განსხვავებული იდეები მისასალმებელია, მაგრამ თავარია თქვენ რა გააკეთოთ. ხოდ პედლებს დაადგათ ფეხი და ეს შესაძლებლობა აამუშაოთ თქვენს სასარგებლოდ. დღეს ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. შემდეგ ვიდეოში მე ვისაუბრებ თუ როგორი ტიპის ქსელური მარკეტინგის კომპანიები არსებობს. მადლობა ყურადღებისთვის, დაელოდეთ ჩემს ვიდეოს მომავალ შეხვედრამდე. აბა კარგად.